2019 წლის 19 დეკემბერს გალის ქუჩაზე მომხდარმა თავდასხმამ მთელი საქართველო შეძრა. ცოტნე გამსახურდია კოლხური კოშკის წინ სასიკვდილოდ გაიმეტეს. ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაყვანილი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. თავისა და თხემის მიდამოში 4 ჭრილობა ჰქონდა. ნაკვეთ ნაჩხვლეტი ჭრილობები მარჯვენა ბეჭის მიდამოში, მკერდის მარჯვენა ნაწილში და შემავალი ჭრილობები მარცხენა ფილტვის ზედა ნაწილში. დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა და თავის ტვინის ჰიპოქსია განუვითარდა. 7 საათიანი ოპერაციის შემდეგ თბილისში ექიმებმა თქვეს, რომ დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. ცოტნე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად ოჯახისთვის, ახლობლებისთვის, მეგობრებისა და გულშემატკივრებისთვის მთავარი იყო ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გადარჩა. თავდასხმიდან 12 დღეში გამსახურდია სამკურნალო თურქეთში გადაიყვანეს. კომაში მყოფს მენინგიტიც დაემატა. ეს სტამბოლში გადაღებული ფოტოა რეანიმაციის დატოვების შემდეგ. შემდეგი გაჩერება ივლისში გერმანია იყო. შმიდერის კლინიკა, რომელიც გერმანიაში ნეირორეაბილიტაციის ცენტრებს შორის რეიტინგით პირველ ადგილზეა. ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად და ოჯახის მხარდასაჭერად გადავწყვიტეთ გერმანიაში ჩავსულიყავით და იმედის კვირის მაყურებლისთვის გვეჩვენებინა თუ სად და როგორ არის ცოტნე დღეს. ქალაქი უნა, ეს მეხუთე კლინიკაა უცხოეთში, სადაც გამსახურდია მოათავსეს. უმაღლესი დონის სპეციალისტები მის მდგომარეობაზე მორგებულ რეაბილიტაციის სპეცკურსს მიჰყვებიან. უცხოეთში მკურნალობას და რეაბილიტაციას პირველივე დღიდან სრულად ფონდი ქართულ აფინანსებს. ეს დღეს გადაღებული კადრებია უნაში. როგორც პაციენტის მეუღლე ამბობს, ნაბიჯ, მაგრამ მაინც ძველი ცოტნე უნდა დაბრუნდეს. ეს მარტივი არ არის, მაგრამ გრძნობს, რომ ცოტნე ბრძოლისთვის მზადაა და საკმარისია ეს, რომ თავადაც მზად იყოს. პაციენტს აქვს მოძრაობის მცდელობა, ვარჯიშობს, უყურებს ფილმებს, უსმენს მუსიკას. ლაპარაკი 44 წლის ასაკში თავიდან უნდა ისწავლოს. უკვე ამბობს რამდენიმე სიტყვასაც. ჩემი ესეთი მეცადინეობით ასე ვთქვა, ცოტნე მამა თქვა და შემდეგ ფიზიოთერაპევტმა თქმევინა ანა. აქ რომ გადმოვედით უკვე, როგორ არის, იცით, აი თქვა თან ეძინება და ვაღვიძებ, ან რაღაცა ეტკინა უცებ, როცა არ ფიქრობს, არ იძაბება რა თქვას, მაშინ გამართულადაც ამბობს, თქვა რა გინდა, მკითხა, თქვა ხელი ეტკინა და უნდა ვთქვა, პირველი შემთხვევა ეს რომ გამეხარდა საერთოდ შეიკურთხა და ძალიან გამიხარდა ყველას, იმიტომ რომ ეს უკვე ბევრს ნიშნავს, რა თქმა უნდა, წინადადება თქვა და სულ ერთია ჩვენთვის რა სიტყვის ოღონდაც თქვას, მთელი ოჯახი ვზეიმობდით ამაზე. ანა ჯაბაური ერთადერთი ადამიანია, ვინც ცოტნესთან ერთად გერმანიაში იმყოფება. COVID პანდემიის გამო კლინიკების საგანგებო რეჟიმზე იმყოფებიან. კაცრად აკრძალულია ვიზიტები. წყვილი უნას კლინიკაში 24 საათის განმავლობაში ერთადაა და ყოველდღიურ მცირე პროგრესს, ესე იგი გამარჯვებას ერთად აღნიშნავს. ჩემთვისაც რომ ვინმე ეთქვა, რომ ესეთი რამე გადასატანი მქონდა, ვერ დავიჯერებდი, რომ ამას გაუძლებდი, მაგრამ იცით რა, ჯერ ერთი მე და ცოტნე ვაძლიერებთ ერთმანეთს, ჩემი ხათრით ბევრ რამეს აკეთებს. მე არასოდეს არ ვკარგავ იმედს, ასევე ვერიან ცოტნეს ძმებიც. ცოტნეს ძმები, ჩემი შვილი და მე ერთად ესეთი გუნდი ვართ შეკული, ასევე გიორგის მეუღლე ანი ერთად ვართ სულ და ძალიან მომხნევებენ, ძალიან გვერდში მიდგანან და მაგათ გარეშე არ ვიცი რა მიშველებოდა, იმედს არ ვკარგავთ არც ერთი ამ გუნდიდან, ყველას გვჯერა, რომ ცოტნე აუცილებლად სასწაულიც რო იყოს მოსახდენი, მოხდება სასწაული. იმედის კვირამ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სადაც ცოტნე მკურნალობს და როგორც თავად აღნიშნეს, ადრეულ რეაბილიტაციას გადის. უნას საავადმყოფოს ნევროლოგიისა და გერიატრიის დეპარტამენტის დირექტორი, ესენის უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის თავის ტკივილის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ქაცარავა. თვითონ დაზიანების ხარისხი თავიდანვე ძალიან მძიმეა. ეს აისახება მის კლინიკურ მდგომარეობაში, ეს აისახება მის
პროცესებში, რა ქვია, ტექნიკურ გამოკვლევების შედეგებში ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან დიდი დაზიანების კერებია თავის ტვინში, ძალიან რთული იქნება რამე საგრძნობი გაუმჯობესების მიღწევა, მაგრამ ჩვენსაც არ დავაკლებთ და მისი მეუღლე ყველაფერს ცდილობს და ღონებს იმისთვის, რომ ავადმყოფის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ქართველმა ექიმმა საკუთარ ჰონორარზე უარი თქვა. როგორც ქართველს, როგორც იმ 90-იანი წლების და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდის მომსწრეს და ამის დიდ გულშემატკივარს მინდოდა რომ ჩემი მოქალაქეობრივი ვალი, ჩემი დამოკიდებულება ამ ოჯახის მიმართ გამომეხატა და რომ ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის რომ ჩვენი საყვარელი მწერლის ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილს, ჩვენი პირველი პრეზიდენტის ზიად გამსახურდიას შვილისთვის და მისი ოჯახისთვის ყველანაირი დახმარება აღმოჩინა, რაც შესაძლებელი იყო. ამ საავადმყოფოში ყველა იცის ჩემი დამოკიდებულება და ყველა ცდილობს რომ თავისი საუკეთესო და თავისი მაქსიმუმი გააკეთოს. მეუღლე ცოტნეს 19 დეკემბერს განხორციელებულ თავდასხმაზე არ ესაუბრება. ანა ჯაბაური გერმანიაში შეხვდა სასამართლოს გადაწყვეტილებას. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს 15 წლით პატიმრობა მიესაჯათ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულებს 4 და 5 წელი. 4-ვე ლაჩარი, იმიტომ რომ არც ერთი კაცი ამას არ გააკეთებს, რომ 4 ერთს მიეპაროს და ისე მოკლას და ფაქტობრივად მათ მისი მკვლელობა აქონათ გადაწყვეტილი. ანა ჯაბაურს ცოტნე გამსახურდიას მალე გამოჯამრთელების იმედით დავემშვიდობეთ. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და გვესაუბრეთ ცოტნეს შესახებ მთელი ჩვენი კოლექტივის სახელით. მინდა გისურვოთ ძალიან მალე საქართველოში დაბრუნება, ცოტნეს ვუსურვებთ სრულ რეაბილიტაციას და ძალიან დიდი მოკითხვა გადაეცით ჩვენგან. დიდი მადლობა რომ დაინტერესდით ჩვენი ამბავით და გაიხსენეთ ცოტნე. დიდი მადლობა და ნახვამდის.